გამარჯობა, მე ვარ მაჩვი. დღეს შემოგთავაზებთ unboxing-ს და გაგიზიარებთ პირველ შთაბეჭდილებას, აი Warwick Rock Bass Streamer NT-ს შესახებ. ეს პირველი ხუთი და სადეურის შეჭერება შეიძლება აღვიქვათ და გვაქვს ეს ჯოლები ხუთი. როგორც ამას ხუთი. ხდება ძალიან ესეთი საკმაოდ კარგი ხარისხის кейსი მოყვება. ესეთი შავი. აქ კარგი სათავსოები აქვს, მოზრდილი ჯიბები. აქ ხდება კამარი, არა, განსაკუთრებული, მაგრამ განიერი, უბრალოდ კამარი, მაინც ასიამოვნო რა მოხდება. მერე შემდეგ ჯიბეში გვაქვს ჩვენი გრიპის დასარეგულირებელი, ექვსქიმიანი პანჩები, კრონა და მსგავსი აქსესუარები, კიდევ რაღაცები გვაქვს. საბუთები და მენუალი და გვაქვს ეს ნაჭერი, საწმენდი გასაკვირებელი და კაკი. ეხლა შიგნით რა დევს? ეს ყველა საინტერესოა, ალბათ. შიგნით აი кейსის ესეთი პრინციპალური кейსია, საკმაოდ ხარისხია. кейსი გადავდოთ და ეხლა ეს გავუშვით. ეს ორი ჩარდება სამოჯამში. აი ესე ლამაზი თავი გვაქვს. ბალაკული. ამოვაჭროთ. ესეც მოვაშოროთ. ინტერესო. მოკლედ, აი ესე გამოიყურება Warwick Rock Bass Streamer-ი NT, ანუ Next-ru კონსტრუქცია. სამი ნაჭერი მეფლის, ანუ ნეკერჩხლის გრიფი აქვს და ალდერის ფრთები. ალდერი, როგორც მახსოვს, მურყანია, მურყნისხე. დანარჩენი, რა ვიცი, ყველაფერი თავის ადგილზეა. ძველი Rock Bass-ებისგან განსხვავებით, ამას უკვე ხდება ეს Warwick-ისთვის დამახასიათებელი ცნობილი ორნაწილიანი ბრიჯი, დორაკი, ქართულად. და უკვე ნათიც ისეთი გვაქვს, რომ აი შეგვიძლია თვითონ ნათიდან ვარეგულიროთ სიმების სიმაღლე, რაც ძალიან კარგი საშუალებაა. ელექტრონიკა აქტიური, ხმა, ბალანსი, დაბალი და მაღალი სიხშირეები. უკნიდან ელექტროობასთან თვითონ, იმიტომ რომ კრონა ჩავდოთ და ასე შემდეგ, ეს გვაქვს ისეთი, რომ აი ესე მარტივად რო გავხსნათ და ყოველგვარი ხრახნისების გარეშე. შიგნიდან ეს ბუდა ეს დამუშავებულია, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სასიამოვნოა ესე რომ ხდება ეს რაღაცნაირად ნიშნავს, რომ არანაირი ფონი და მსგავსი პრობლემები არ უნდა ქონდეს ინსტრუმენტს. და დანარჩენს რაც შეეხება წონა ინტერნეტის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით 4 კილო და 300 უნდა იყოს. ნუ პლუს მინუს ცოტა სიჭერს, მაგრამ შეგრძნების დონეზე ნამდვილად არ არის მძიმე ინსტრუმენტი, თუმცა ნუ აი ეს მსუბუქი ინსტრუმენტიც არ არის. დანარჩენი, რა ვიცი, აი ნეგდაივი რეალურად აი ძალიან ისე გვაქვს, აქტიურად არ არის. ხო, თვითონ ფორმა აი ესეთი აქვს, რაღაცნაირი, ჩემნაირი ცოტა მუცლიანი ბასისტებისთვის კარგი იქნება, ალბათ. რა ვიცი, ჯერჯერობით ესე პირველი შეხედულებით ნაკეთობას არანაირი წუნი არ აქვს ნამდვილად. ეს ლადებიც ისეა, მომრგვალებულ ლადებს და ეს invisible სისტემას რო ეძახიან, ანუ აქედან არ ჩანს რომ რაღაცა ნამუშევარი. მოკლედ კარგია. წარმოებელი ქვეყანა ჩინეთი. თუმცა, აი რა ვიცი, ხარისხზე მე ჯერჯერობით ცუც ვეღარს ვერ ხედავ, ძალიან კარგია. დანარჩენს უკვე ცოტა რომ გავასწორებ გრიფს, ჩემჭკუაზე მოვიყვან და ცოტას დაუკრავ მეც რამდენიმე დღეში, რომ შევისწავლე ბოლომდე ინსტრუმენტს, უკვე შემოგთავაზებთ sound test და კიდევ უფრო დაწვრილებით შეფასებას და ჩემ აზრს ამ ინსტრუმენტზე. მადლობა ყურადღებისთვის.